ეს არ იყო პოლიტიკოსი კახიკალაძის განცხადება, ეს არ იყო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის განცხადება, ეს იყო პატევისცემის და მიუხედავად ფეხბურთელის მიმართ, ეს ფეხბურთელი კახიკალაძის რაღაცა დამცველის, გარემერბის, საოცარი განცხადება გააკეთა. შორს საერთოდ სახელმწიფოებრიობისგან დგომი ადამიანის განცხადება იყო. თან ხდებიან რა გააკეთეს და თან ბოლომდე ვერ იაზრებოდი და საოცრების ციური მანანას იმედი აქვს, რომ რაღაცა უბრალოდ ეს პრობლემა თავისით მოგვარდება. აი ესეთი ჩაბეჭდება დამჭა. რაღაცა შეშინებულები დამთხლები ამავე დროს იხტიბარს არ იტეხენ, მაგრამ იცით რა ორგანიზატორებმა მოიხაზონ ბოდიში ვინ ზაქარ ყაჰალო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ თქვი არაერთ ეთერში და თქვენს ეთერშიც თამარ. ეს არის ზეპარტიული ამბავი რაც ხდება. ჭირს წაუღია მართლა ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა რაც კი არსებობს. ეროვნული საკითხი არის, ხო? აი აქ იჯდა სავარძეში ამ იტალიური წარმოების სავარძეში იჯდა, თუ არის და ამაზე კი არ არის საუბარი ის რუსი მოძალადე და მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ხო? რუსეთის მართლა დროშა აფრიალეს ამ შენობაზე. და პუტინის რუსეთის ინტერესები გატარდა თავარ საპარლამენტო სტომათა დარბაზში და კალაძე ეხა გამოდის და ამბობს რომ ბოდიშოსო ქუცნაშვილი როგორც კობახიძე ვერ შემოვა ამ დარბაზში ქუცნაშვილო შენც ვერ შემოხვალ მართლაც შეიძლება მე არ უნდა გეუბნებოდეთ თქვენ მაგრამ მე პირადად მართლაც ერთსაც და მეორესაც გინდ მოგეწონოთ გინდ არ მოგეწონოთ მე არ მიიღებს აქ არც მდგომარეობის შესაქმნელად ვარ ამ პარლამენტში შემოსული და არც რაღაცა დოლოთის მოსახვეჭრად შეიძლება მე უნდა ვამბობდი მაგრამ ერთსაც და მეორესაც კობახიძესა და ქუცნაშვილსაც თქვენ დაგაწეწკით მე მართლაც იმიტომ რომ ან ხარ ღირსეული და ან არა ხარ ღირსეული წარმოუდგენელი ამაზე მეტი ახლა კი არ გაუკეთებია იმ გრაჩოვს ამაზე მეტი კი არ გაუკეთებია როდიონოვს ამაზე მეტი კი არ გაუკეთებია ყველა რუს აგრესორს ყველა ომში ხახნო რა რახან ავტომატის ჯერი არ მოგვიშვა ესე იგი რა ის მოვისმინოთ იწილობი კახიკალაძე და ბიძინა ივანიშვილის კობახიძემ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ეს არის ზეპარტიული მოთ შეუძლებელი იქნება ქვეყანა ისედაც კრიზისში იყო და სახელმწიფო საერთოდ კრიზისში შევოთ ხო და ბატონი ქუცნაშვილი თვალად არ დაინახოს არავის ამ საპარლამენტო შენობაში ქუცნაშვილმა უნდა დადოს მანდატი და წავიდეს და მიხედოს თავის ბიზნესებს და კობახიძე გადადგეს თავმჯდომარის თანამდებობიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ის შემთხვევა როდესაც ხალხი იტყვის თავის სათქმელს და ძალიან თქოდ მე ხა აქ დრო მაგ და ვკითხულობ სხვადასხვა გამოცემებს და ერთ-ერთი აი ესეთი ხელოვანია თუ ჩემი პატივისცემა მას თამარ ამაშუკელი ქვია შეიძლება მისმეს კიდევაც რა და წერს რომ მივდივარ რომ მიუხედავათო პოლიტიკურიო გემოვნების აქციის მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები თუ არ გამოხახო ჯერ ერთიც უნდა გიხაროდეთ აქ 5-6 ნაციონალური მოძრაობისგან ნეტა 30-ნი ვიყოთ და 40-ნი ხახო დეპუტატები ვართ და სად უნდა ვიყოთ აი თუ დაკლებს ისაუბრებენო მოვალო თუ არა და არ მოვალო ნუ მოხვა საერთოდ შემოთამარ ნუ მოხვა საერთოდ საკამარისად პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში რომ რუსეთის დროშის ფრიალი არ დაუშან ამ ქვეყანაში და ის რასაც აი ესეთი მსგავსი ადამიანები ამბობენ იცით რა ის პოლიტიკური ლიდერი თუ იქნება იქ მე არ მივა ეს არის ზუსტად ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მოკავშირეობა ამ სახელმწიფოებრივი ინტერესის შელახვის დროს, როდესაც გათელეს დროშა, ჰიმნი და ყველაფერი ეროვნული რაც კი არსებობს და გამოდის მაპატიეთ ამას გავუძე იმიტომ ვიღაც კიდე აღმოჩნდება კიდე ხვალდაზე და იტყვიან თქვენ მოდით და თქვენ წაიყვანთ თქვენ რა გონიათ რა ან ხელები მეკავება ან სახში ბავშვი არ მყავს ან ოჯახი არა ნიშნულოვანია ეს არის ზეპოლიტიკური საკითხი და როგორც კი იწყებენ სეგრეგაციას ხვდები საიდან მოდის ეს დავალება ბიძინა ივანიშვილი